ამ დამოუკიდებელი ბოთლერის განხილვა არ გქონია ხო? და საერთოდ პირველია ჩვენს განხილვის ხო შესაბამისად. და არის გამოდის დროს black leather-ს ვეძახით. ძალიან გინდოდა შავი კიბე ყოფილიყო თუ leather თუ როგორ არის? ხო. black leather, არაფერი, black leather ესევე იწერება, დამოუკიდებელი ბოთლერია და აი ახლა არც ისე იაფი სხვათა შორის. გიორგი კაკაბას ბოთლია. მადლობა გიორგი, ვიწყებთ განხილვას. ლევან ჭედია, დავით ვერლიჯანაშვილი. მოგესალმებით. გამარჯობა, Black Eder-ის ქულილა. ქულილა. ეგ ახლა რა ხდება? ორი სიტყვით მოდი სანამ დაასხა, მე მოვყვებით ჩვენს მეგობრებს, ძალიან მოკლედ მოგიყვებით. Black Eder-ი არის დამოუკიდებელი ბოთლერი, რომელიც რა ხდება შინით? რა ჩაყარე? ხედავთ მაქედა, ამხელა ნალექია. ამხელა ნალექია, ამდენ ნალექი არ მინახია ვისკიზე. რატო აურიე ახლა დააცალეთ თქო ჩავიდეს. ჭიქაში გადმოვა. ნალექი არ არის იდეაში. ეს მარკეტინგია რა. ვითომ ყურძნის წიპწიპებს რო ღვინოში ტოვებდნენ ხოლმე, ვითომ ნამდვილი ყურძნის ღვინო არისო ადრე? ხო, რა სხვა. აცა მეეჭება ახლა ეგ ამბავი. კაი, მოკლედ. არის ერთი ადამიანი, ვინმე რობინ ტუსეკი, იმედი მაქვს სწორად ვკითხულობ მის გვარს TUCEK. ასეთი გვარი აქვს და ეს ადამიანი რა ვიცი, ვისკი უყვარდა ყოველთვის, მაგრამ წარმოებლებში და იმაში არასოდეს არ იყო. იყო ჩვეულებრივი ჟურნალისტი და ავტორი. აქვს რაღაც წიგნების დაწერილი, მათ შორის ვისკიზეც. მაგრამ ჟურნალისტი კარგად წარმატებული იყო, როგორც სატელევიზიო ჟურნალისტი, ისევე მუსიკის სფეროს ჟურნალისტი, სპორტის სფეროს ჟურნალისტი იყო, როგორც იხსენებენ, ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც როდ სტიუარტმა თავის მანქანით ლონდონის ცენტრში ასეირნა, ერთადერთი არის, ვინც პირველმა აბბას ინტერვიუერი ვინც გახდა და ეს რაღაცა თავი მოაქვს, რა, მაგრამ რადგან დაანება თავი ამ ჟურნალისტიკას და ვისკი მიყვარს ძალიან და დაარსა Black Eder-ი. ოღონდ Black Eder-ამ და ეგრე პირდაპირ კი არ დაარსა. კაი, მაგარი გამოცდილება მიიღო. იცი ვისი ერთ-ერთი დამაარსებელი არის Black Eder-ამდე? Master of Malta-ის. მართლა? Master of Malta ვიცით ყველა. საკმაოდ ისეთი, წარმომადგენლობითი ის არის. და კიდე მეორე ვერ დამახსოვრ რაღაც ვისკი, რაღაც association რაღაცა იყო. ისა ვერ ვიცანი და Master of Malta ვიცი ახლა მაგარია და ერთ-ერთი დამაარსებელი იყო და Master of Malta-დან წამოვიდა და თავისი Black Eder-ი დაარსა რა, დამოუკიდებელი. დასახავს სხვათა შორის, იმის რომ ინტერნეტ მაღაზია არის, ბოთლერი არის, იმიტომ რომ Master of Malta-ის სახელითაც გამოდის სხვა ბოთლები. კი, ნამდვილად. დაარსა და ნუ რავი, ფილოსოფია ეხა რაც მე გადავხედე ის განსაკუთრებული არაფერი, მთავარი ჩვენი ფილოსოფია არის და იწყება ეგრე. The cask is king. ანუ კასრი არის მეფე. კასრი თუ არ იქნაო, ანუ ვიცით რა, ხა ხალხს გეუბნებიან, მაგრამ იმათთვის კიდე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ კასრი თუ არ არის, არ ივარგებს არაფერი. 70%-იო თვითონ ამბობს ვისკის გემოების და საერთოდ ვისკის ღირებულების არის ის, რაც კასრმა მისცა. მას 30-იო ის, რაც გამოხადესო. და დაახლოებით ვეთანხმები რა, შეიძლება მეტიც იყოს. კასრის დამსახურება, ახალი სახლი არ არის, ხო? ამბობენ, რომ ძირითადად ამის გამო ასხავენ უმეტესწილად single casks და ასხავენ კასრის სიძლიერეზე. აქ ბევრი ხაზი ხამ ხაზებს არ ჩამოთვლილი. რაღაცა ის ხაზი, რაღაცა ეს ხაზი დამოუკიდებელ ბოთლერებს ხო ის აქვს ხოლმე. რაღაცა ხაზში სხვადასხვა დისტილერიის სპირტები. ამ ხაზში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ხაზი მათი, ასე raw cask. ანუ აქ არის პირდაპირ ჩამოსხმული single cask-ია კასრის სიძლიერეზეა. რამდენი გრადუსი გვაქვს? 58.1 გრადუსი არის და ეს არის ქულილას. ეს არის ქულილა, refill კასრი არის, ოღონდ არაწერი არის ისი. როცა არაწერი, როგორც წესი, ბურგონია ხოლმე. კი ბატონო, ხშირად ესე არის ხოლმე. ნახევა უკან ხო არაწერი არა მე. არა. ასაკი გვაქვს? არც ასაკია მითითებული. ასაკი 23-ში არის ბოთლში ჩასხმული. ოკეი. და ვсё. რა 23-ში კაცო, ბოთლში? 23-ში 2 წლიანი გვარი იქნება. 2023-ში ბოთლში ჩასხმული. ბოთლში ჩასხმული, მე მგონი გამოხტილს ამბობ. გამოხტილი, არა, მოსა ბოთლზე ხო არაწერი. აბა ნახე რაღაცა ასაკი მახსოვს რომ ქონდა ამას კაცო, სანამ დავიწყებდით და დამავიწყდა. 2012-2023. 11 წელი, ანათი გააშნია თვეებს. და share but finish. რა არის აი ეს სხვათა შორის აი single cask რანად გამოდის მაშინ? ხო, აი არ მესმის რა, ნახე, ამ მწვანე ბოთლების ხალხი რო ყავს კიდე და single cask. აი ხა რო გიყურებთ? რა არის single cask-ია? ყველა ეს მწვანე ბოთლები დაფინიშებული. სხვა რაღაცაში დაფინიშებული და ერთი კაციდან რომ მეორეში გადაასხამ და აფინიშებდა, მე იმას რო ჩაასხამ, უკვე ორი კასრია. არ ვიცი ხო single cask-ი არ ვიცი არა. მაინც ორი სხვა კასრი ერთად უნდა ესე ჩავ. ნუ ესე იგი ხო არ შეურიეო რა, ანუ ერთი კასრიდან აიღო მეორე კასრში გადაიტანა და ის გადმოასხა ბოთლში. მაინც არ გამოდის. single cask-ი არის ერთ კარგ კასრში ჩაასხი, 10 წელი იქნება და 20 წელი არის, იქ არის სულ და გადმოასხი მორჩა. არაფერი, რაც არის ეგ არის. ესეც მწვანე ბოთლები ვიცი, single cask-ია, ჯერ ბურბონში ესხა, მერე შერიში. 11 წელი ჯამში.
აი ბატონო ნაფუტები ყრია კასრის მარკეტინგი რა თქმა უნდა არაფერ გემოს და დაზვერებას ბოთშია ბიჭო არ იქნება კასრის ნალექია ეთყობა რაღაცა დაკრისტალდა შინ ცავარაუდოთ რა ათეხებია პატარ-პატარა აგერ გამოყვა ჭიქაში მართლა არ გადამოსწეს ხოდა ჩემთან არ გამოყვა შენთან ვერ დაასკე ეთყობა კარგად 386 ბოთლი სულ გამოვიდა 422 ბოთლი და შერიბათ დიდი კასრია კი ბატონო ბლეკედერს თქვენ ბევრს ნახავთ მათი საიტიც არაჩვეულებად გამოიყურება და შეგიძლიათ იქითანაც გამოიწეროთ თუ მაინც და მაინც დაგაინტერესებთ ასე რომ ჩვენ ვიდეოს აზრი არის ის რომ გავარკვევთ რამდენად ღირს ამ დამოუკიდებელ ბოთლებთან ურთიერთობა ერთი ბოთლით ვერ გავარკვევთ თავისთავად ცხადია მაგრამ ნუ საკმაოდ ძვირიან ბოთლს რადგან ვიღებთ და გეტყვით ახლა ეს ღირს 120 евро ძვირია 120 ევროთ უზარმაზარი არჩევანი გავს გადასწარავი ვისკების. ამან უნდა იმ ვისკებს რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაუწიოს. თუ უნდა რომ თავისი ადგილი იპოვოს. თან ქულილა სპირტია, რომელიც ქულილა, ნუ რავი, ცუდად არ გააკეთებდა ცუდ სპირტს. კასრის სიძლიერის ქულილა ორ კასრიანი სინგლ კასკი. ვა. ეხლა მოდი მე ერთ რამეს მოვყვები ეს ბოთლი ჩვენ ადრე გავხსენით, ახალგახსნილი გავსინჯეთ, იმის მერე გავიდა მე მგონი 2 თვე, თითქმის, ხო, ალბათ გავიდა 2 თვე და ეხლა განიავებულს ვსუნავთ. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რატომღაც მგონია რომ როცა გავხსენით მაშინ ბევრად უკეთესი იყო. ან ჩემი რეცეპტორები და მახსოვრობა მატყუებს, ან ცუდი აერაცია აქვს. ეგეთი ამბავია. ხო, ჩემს ეხლა მოდის სპირტი მარტო. და ტორფი და სპირტი. არა, სპირტი მე არ მაწუხებს, თან კოპიტაში ვსუნავ, ოდნავ თითქოს მაღალ გრადუსი იგრძნობა, მაგრამ ისი არ არის ხა ცხვირი დამწვას. შერი არ არის საერთოდ. შერის ვერ ვძნო. რაღაცა ყრულ სიტყვა არის, მაგრამ ეს შეიძლება ბურბონის კასრის სიტყვა იყოს, უფრო კარამელი და ვანილი და არა შერი. იმიტომ რომ შერის სხვანაირი დამახასიათებელი სიტყვები აქვს, რომელიც არ არის საერთოდ. ის ტორფიც ცოტა მეზედმეტ ბევრია, ბიჭო, ქულილა სამდენი ტორფისა და აქ არა აქ. არ ვიცი რაღაც რელიზებში აქ, მაგრამ სტანდარტული ქულილები რაც გამისინჯავს 12 წლიანი მოხი, ამდენი ტორფი არა ტყბილია ისე. ხო, ეგეც არის კი. ტორფი ძალიან ძლიერად აქვს და რაც შეეხება სხვა რაღაცებს, ძალიან უხეში ტორფი აქვს და იოდი აქვს ზედმეტი რა. და სიტყვები თითქმის არ არის, აი ვანილოვანი სიტყვები თუ იქნება და უფრო მეტად არის შეგეგვარს ხოლმე მაშინ ტყავი და ბუკინისტები და მტვერიო, ეგ არის კარგად და თხილებია, რაღაც თითქოს თხილის რაღაცა გაით ქართული თხილის ნიგოზიც არა, ზეთიანი ნიგოზი კი არა, აი მშრალი თხილის რაღაცა ეგეთი იმას ტყობს, იმას რაც გემოზე აქვს, ამას სუნზე ეთყობა ეგეთი რაღაცა რა. ვერ ვიტყვი რომ დიდარია რა, დაჟღარებია. ერთფეროვანია ძალიან. ხო, სხვადასხვა მე. მოდი მასუნინე თუ გინახ ხია მაშინ. რო გავსინჯოთ, შენ ძალიან კი მოგეწონა, მაგრამ მე მაშინაც ამას. მაშინაც არ მოგეწონა, მაშინ ეთყო მე ვიყავი кай ხასიათზე მაშინ. შენთან კიდე უკეთესია. შენთან უარეს. მანდ უფრო ჩანს ისა. რასაც შენ უწუნებდი, აქ უფრო ჩანს მეტად. ყველაზე მეტ. კაი, ნახოთ, აბა გემოზე იქნება რამის თქო წამოიყოს. ძალიან წვალს. ძალიან წვალს. ძალიან სპირტია. ენა დამიწოს. ბიჭო, ეს არის ამოვარდნილია სპირტი, იმიტომ რომ ვერ მოთოკა ეს ამხელა გრადუსი რა. ნახე რა ხდება, ცოტა სპირტი რომ დაბალი იყოს. სანდოჩი ეს. აქ კიდე გამოვიყენოთ. იქნება დაგჭირდესო. ნახოთ რა მაინც რა, იქნება რაღაცა უშველოს დაასხი შენც. ნახე, ახლა ცოტა რაღაც საინტერესო გახდა. თან იმდენი წყალი დავასხი. იმდენი დავასხი 40 შემოვიყვანე მგონი. ერთი ერთზე. იცი რა, ამოვარდნის სპირტი მაინც აღარ არის. და ტორფი შეიცვალა, სხვანაირი ტორფი გახდა. ხო, ეხლა გაუჩნდა გოგირდი. გოგირდი გაუჩნდა, მაგრამ ჩაიც გაუჩნდა. ჩემთან გაჩნდა გოგირდი, აი ასანც რომ მოუყიდებდა ის პირველი რაღაც ოხში ვარ. აქ ნახე რაღაც ჩაი გაჩნდა, რაღაც მწვანე ჩაი ოღონდ ესეთი, ცუდი. ცუდი რა უხეში. იგივეა. აი ხაში ეს იგივე სუნი აქვს ზუსტად შენთან და ჩემთან, ხო? ჩემთვის ეგ ჩაი არა, ჩემს არის აი გოგირდის გოგირდი არის კი? დავკრა ასანთის. კი, გოგირდი გაჩნდა. რო არ მოგეთყვა ის მაის პრიჩევნია, მე მიხვდა ის რომ გოგირდია. ის ძალიან უხეში. ხო. აბა გემოზე ვნახოთ. ძალიან გავაცხადე მე. ჩემს გემორა. მეც ალბათ. მაგრამ სუოდნავი სიტყვა გაჩნდა რაღაცა, ისიც გარიყო, ის თქოც კი არის. მე მგონი 40 სკემოთ არის. ძალიან წყალწყალია. შეიძლება ბევრი დავასხეთ ხა ესე განუპირქვალებით ისე ცოტა გვესხა. თუმცა master blender-ები ამობენ რომ 35 თუ 25 გრადუსზე უნდა
ხომ არა ისინი ნახე ისინი სინჯავენ სხვა რამისთვის სხვა რამებს ეძებენ რაღაცებს იქ ანუ ისინი ექსპერიმენტისთვის სინჯავენ და არა სიამოვნებისთვის სიამოვნებას ვეღარ იღებ მასე ხო არა კაი მორჩეთ არ არის საინტერესო ვისკი არანაირად აი ისე რა არ ვიცი რატო უნდა მომიდეს ამაში უიმე და ფასი გამახსენდა ეხლა თქვი რატო უნდა მომიდეს 120 ევროს გადახტა მეთქი და ეხლა გამახსენდა რომ ასოცია ეხლა ვიწყებდი რაღაც გამართლებების ძებნას და ფასი რო გამახსენდა გამართლებები კი არა მოდი თავში ვიკავებ რომ ძალიან არ გავბრაზდე ძვირია ეს ფასი ეს ვისკი არ ღირს ჩემი აზრით და არის ეფექტური ვისკი ძლიერი მძიმე ფეთქებადი მაგრამ ნუ არა დიდი არ არის ღარიბია რა და 120 ევროთ კარგი რა თუ ძმახარ 120 ევროთ რა სიყიდე 120 ევროთ ცოტა უხერხულად უზნობ თავს რა კაკაბამ რა ბოთლების ჩამოიტანა ყველას გადაუვარეთ მართლა ასე ესე ძვირფასი რაღაცები ჩამოაკ არა რატო რაღაცები მოუწონა სიგნატურის რაღაცა იყო კაი კაცო სიგნატური როდის ჩამოიტანა რაღაცა ქონდა რომ შევადარე შენი ქული და იმის ქული და თუ 11 წლიანი ხომ არის კაი მე ის შევწერეთ კიდე სიგნატურის მაკალანს რო გავდა კერდა მაკალანის ბანკის ბოთლში როა აქვია კილკერანი რაღაცა იყო კილკერანი კილკერანი იყო 8 წლიანი სულად რო გავხდი კი იმ კილკერანზე ბევრი გეკამათ ეს და ეთქვა ბაჩის ამბავია მაგრამ რავი ეგრე ბეჩიდან ბეჩამდე ვიქტორიანას წარმოუდგენლად გაფუჭებულია მაგრამ მაინც ვიქტორიანაა კაცო მართლა სხვაობა კი არ არის და ვიღაცა რო ამბობთ რომ ზუსტად იგივე კილკერანი ზუსტად იგივე ოღონდ სხვა ბეჩი სასწაულად კაიაო და ის რომელიც ჩვენ დავლიეთ სასწაულად ცუდი იყო ანუ იმდენად რომ დალე არ მოგვინდებოდა უბრალოდ გადავდეთ გვერდზე და პატრონს დავფრინდეთ ანუ კაცებს შორის ერთ და იგივე სპირტის რა ვიცი ამ ხელა სხვაობა კაცო ხო არ ვიცი შეიძლება თავს ვერ დავდებ მე ძველი ბეჩები არ მაგასინჯული მაგრამ ხო ლევანის უხერხულობას მეც შევუერთდები მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კაკაბამ ბოთლების შემოტანა უნდა შეწყვიტოს დაუწუნეთ კაკა მოდი ესე ვთქვათ ფასი ხარისხის მას ვერ უძლებს რა ვერანაირად 120 euros წარმოდგენა ძვირია რამდენ ევროს მივცემდი ამაში მე რომ ვიყო კმაყოფილი 40 euros მე არ ვიყიდი ვიყიდი 40 მაქსიმუმ 50 რა 50 ევროთ რომ მეყიდა ვიტყოდი ხა ნუ ოკეი ვიტყოდი რა 50 ევროდან ვისკის სვავ 120-ზე ელეთ-მელეთი მემართება 120 euros თვის არა არ ვიცი სხვა ყოველში ეს რელიზი თუ შეგხვდებათ ჩაეშვით გაანებეთ თავი რა ეს მარკეტინგული სვლა შიგნით რომ რაღაცა შავი ჩაიყრია ეს თუ მართლა მარკეტინგული სვლა არის რომ ვითომ კასრის არისო ეგ ძალიან დებილობა ახლა მართლა არა გას ჯერ ჭიქაში თითქოს თმამაქ ენაზე არა ნუ ეს მართლა ყურძნის რაღაცა სპეციალურად ყინავ ხოლმე მოდი რაღაცა შაქარს დაღავ 90-იან წლებში შაქარ წყალზე გაკეთებულ ღვინოს იმ ყურძნის იმებს იღებდნენ წიფწებს და შიგნით ჩაყრიდნენ ხოლმე მე რომ აი ყო ნაღდი ყურძნისაა ძმაო და რაღაც იძახოდი ხო და ამ დონის მარკეტინგია თუ ძმახარ რა მოაშორე ესა თუ მართლა არ დაკრისტალდა რაღაცა რავი არ მო თავიდან ამდენი იყო რა გავხსენით ნუ მაშინ რაღაცა ეს იგი რაღაცა ნიტოა სადღაც რაღაცა ძაღლის თავის ჩამოიტანდა ჩაგვიგდო ვიდეო უკვე ესე всё მე არ დაკრისტალებულა არაფერი ესე იგი კარგი მადლობა კაკაბას კიდევ ერთხელ და თქვენ გაითვალისწინეთ რა ვიცი იაფიანი გამოიწერეთ ჯერ თუ მაინც და მაინც ფლატ 120 ევროიანს უნდა ეტაკებით ამ დამოუკიდებელი ბოთლერის ეს იყო ბლეკედერი ჩვენ ქულილას 10 თუ 11 წლიანი და აღარც მაინტერესებს ოფში ორკასრიანი სინგლ კასკი გავსინჯეთ სინგლ მალტი ორკასრიანი სინგლ კასკი ავაჰე გამოიწერეთ არხი გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი